მარტო ვარ და ეს მანქანების დადიან არავინ არ აჩერებს საერთოდ. არ ვიცი რატო არ აჩერებენ, ეშინიათ ამ არეულობების გამო თუ რატო არ აჩერებენ, არ ვიცი, მაგრამ I'm going to Tiberia. Do you have one seat to take me? This way? Okay. აი ყველაზე წესიერი კაცი ვინც გამიჩერა. ტრაქტორის მძღოლია. აი როგორც ხედავთ, მდინარის მეორე მხარეს არის იორდანია, ასე რომ აი ამ პატარა მდინარეს თუ გადაცურავ, გადახვალ იორდანიაში. აი ზუსტად ამ ადგილას მდინარე იორდანეს სანაპიროზე მონათლა იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე. How you like Budauru? I like the very good ski slope. სავარაუდოდ არ ვჩანვარ საერთოდ. დაახლოებით 1 საათნახევარი არის უკვე აქვთ გავარ. კაცი შვილი არ არის. სალამი მეგობრებო, დაგიბრუნდით კიდევ ერთი საინტერესო ვიდეოთი. ისევ და ისევ პალესტინის ტერიტორიაზე ვარ და როგორც წინა ვიდეოში გითხარით, აქ მოვინახულებ ადგილს, სადაც მოინათლა იესო, რომელიც მდებარეობს აქედან დაახლოებით 12 კილომეტრში მდინარე იორდანეს სანაპიროზე. ვინც არ იცით, ახლა ვარ ქალაქ იერიქონში, რომელიც არის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მთელს მსოფლიოში და მე მგონი მსოფლიოში პირველი ქალაქიც კი არის პირველი დასახლებული ქალაქი. ვინც წინა ვიდეოს უყურეთ, იმედი მაქვს თქვენც მოგეწონათ, იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, რადგან ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი საინტერესო დასამახსოვრებელი და ემოციური მოგზაურობა. რა თქმა უნდა, ამ ვიდეოში ძალიან ბევრი საინტერესო ადგილების მონახულებას ვაპირებ და ეს ყველაფერი რომ არ გამოგჩეთ, რა თქმა უნდა, არხი უნდა გქონდეთ აუცილებლად გამოწერილი. და ძალიან დიდი თხოვნა არის რომ არ დაიზაროთ ვიდეოს დალაიქება და კომენტარების დაწერა, რადგან ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება ჩემს არხს განვითარებაში. ზოგადად ჩემი YouTube არხის მთავარი მუღამი რაც იყო, რატომაც მინდოდა არხის გაკეთება და რატომაც მინდოდა ამ ყველაფრის თქვენთვის გაზიარება იყო ის, რომ ყველა ვიდეო მინდა რომ რაღაცას ახალს აძლევდეს ხალხს. ჩემს გამომწერებს, ჩემს მაყურებლებს. როდესაც ვიდეოს ყურებას მორჩებით და დაფიქრდებით, მინდა რომ ისეთი განცდა გქონდეთ, რომ ამ ვიდეომ რაღაც გასწავლოთ, რაღაც ახალი მოგცათ და ის შეგრძნება არ მინდა რომ გქონდეთ, რომ რაღაც დრო ტყუილა დაკარგეთ და იმედია ეს ყველაფერი კარგად გამომდის. აბა დავიძარით მდინარე იორდანესკენ, ადგილი სადაც იესო მოინათლა. სავარაუდოდ როგორც გითხარით, გავარკვიე და ეგრე მომიწევს რა, აქედან იერუსალიმში მომიწევს დაბრუნება და მე უკვე იქედან მომიწევს ნაზარეთში წასვლა. აი ხა როგორც ჩემი ძღოლი მეუბნება, ამ გზის აქეთა მხარეს არის ახლა პალესტინა, საიდანაც გამოვედით. ეს ტერიტორია არის ახლა ისრაელის და მარცხენა მხარეს უკვე იორდანია არის, აქვე არის საზღვარი, ჩანს კიდევაც და აქვე არის იორდანია. აი ესეა, ბოლო 2 დღეა მე თვითონაც ვერ გავიგე სად მოგზაურობ. ხან სად ვარ, ხან პალესტინაში ვარ, ხან ისრაელში ვარ. თვითონაც ეგრე მოიხსენიებენ მეგობრებო, არის ფიქრობთ რომ ეხლა ეს ჩემი რაღაც ფანტაზია არის. პალესტინის ტერიტორიაზე სადაც ცხოვრობენ პალესტინელები, თვითონვე თავის მიწას ეძახიან. ეხლა აქეთ რო გადმოვედი, თვითონ მითხრა რომ ესო ისრაელის ტერიტორია არის, ასე რომ აი ესეთი ამბავია. მოვედით მეგობრებო, ესე გამოიყურება შემოსასვლელი და ეხლა შევეცდები რომ ჩავიდე თვითონ მდინარის სანაპიროზე. აი როგორც ხედავთ, მდინარის მეორე მხარეს არის იორდანია, ასე რომ აი ამ პატარა მდინარეს თუ გადაცურავ, გადახვალ იორდანიაში, სადაც უკვე ვიმოგზაურეთ. აი ზუსტად ამ ადგილას მდინარე იორდანეს სანაპიროზე მონათლა იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო იესოს ცხოვრებაში, რადგან ამით მან დაადასტურა საჯაროდ, რომ ის ღვთისნებას ემორჩილებოდა და მზად იყო თავისი ნაკისრი მისიის შესასრულებლად. ასევე კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რატომაც არის ეს მდინარე ასეთი მნიშვნელოვანი. ბიბლიაში წერია, რომ სწორედ აი ეს მდინარე გადმოიარეს ებრაელებმა, რომ აღთქმულ მიწაზე დასახლებულიყვნენ. როცა მთელი ხალხი ინათლებოდა და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, გაიხსნა ცა და გადმოვიდა მასზე სულიწმინდა ხორციელის სახით.
როგორც მტრედი და გაისმა ზეცით ხმა. შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე. Не кричающийся тебе, Господи, троическое явися поклонение, родителя Бога свидетельщийся тебе, Господи, троическое явися поклонение. ესეც მდინარე იორდანე, მეგობრებო, კიდევ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქრისტიანული ადგილი და ძალიან საინტერესოა ჩემთვის მთლიანად აი მთელი იმ გზის გავლა, რაც იესო ქრისტემ გაიარა. ტურისტები მოყავთ, მაგრამ ჩემი წასვლის დრო არის, თუ მინდა რომ დღეს ნაზარეთში ჩავასრო, მაშინ უნდა წავიდე, ცოტა უნდა ვიჩქარო. ასე რომ ვაგზალებთ ჩვენს მოგზაურობას. გამოვედი, სადღაც შუაგულ ავტობანზე ვდგავარ, სად უნდა წავიდე, აზრი არ ვარ. როგორც გავარკვიე Google Maps-ზე ვნახე და როგორც მოვიძიე ინფორმაცია აქედან, ქალაქ ტიბერიაში შემიძლია ჩასვლა და ტიბერიადან უკვე შემიძლია ჩავიდე ნაზარეთში. ტიბერიაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია, ძალიან ბევრი სწავლებები აქვს იესოს ამ ქალაქში, ხშირად ჩადიოდა თურმე იქ და ისედაც საინტერესოა, ისედაც ვაპირებდი მაგ ქალაქის მონახულებას და თუ გამოვიდა ეს ყველაფერი, ძალიან კარგი. მოდი ახლა არც თუ ისე ხშირად ვაკეთებ ხოლმე ამ ყველაფერს, მაგრამ შევეცდები რომ ავტოსტოპით როგორმე წავიდე რა. ან მიუახლოვდე მაინც ამ ქალაქს. აბა ვცადოთ რა გამოვა. როგორც ხედავთ, კაცი შვილი არ მიჩერებს. ეხლა კამერას დავიჭერ ხელში, აბა ვნახოთ იქნებ კამერამ გაჭრას. შეიძლება ეშინიათ და უბრალოდ მაგითო არ აჩერებენ, არ ვიცი. რას ვიფიქრებდი თუ აგერ შუა პალესტინაში ავტოსტოპით მომიწევდა მოგზაურობა. თქვენ წარმოიდგენდით ევერასტს. აქედან 3 კილომეტრში მიჩვენებს სხვა გაჩერებას და სხვა ავტობუსებს აჩვენებს იქიდან, რომელიც გადის დაახლოებით იმ მიმართულებით და სხვა რა გზა მომიწევს ამ სიცხეში ახლა 3 კილომეტრის გავლა. აი ესეთი მატყუარა ხალხი შეგხვდებათ აქ მოგზაურობისას, თვითონ მითხრა იმ ტაქსისტმა რომ აქაც გამოივლისო და როგორც გავარკვიე აქ არ გამოივლის არაფერი. არც ავტოსტოპით არავინ არ მიჩერებს, არავის არ მივყავარ და დავრჩი რა. არც იქანა მიმიღეს, არც აქანა გავჩერდეს აწევით. YouTube. აი ყველაზე წესიერი კაცი ვინც გამიჩერა. ტრაქტორის მძღოლი არის. ეხლა მივდივარ ავტობუსების გაჩერებაზე. მე მგონი მოვედი გაჩერებასთან, ჯერ აქ შევედი რაღაც სამხედრო ბაზა იყო ისრაელის. და იქიდან ახლა აქეთ გამომიშვეს, აქ არისო გარეთ გაჩერება, რომელიც იქით მიმართულებით მიდისო და ჯერ უნდა ჩავიდე ქალაქ ბეთ-შეანში. და იქიდან უკვე სხვა ავტობუსზე უნდა გადავჯდე და წავიდე ტიბერიისკენ. დავიძარით მეგობრებო. როგორც აღმოჩნდა ქეში ვერ ვიყიდე ბილეთი და ადგილობრივი დამეხმარა მოკლედ. და ფასოთ ვიმგზავრეთ რა. ზოგი ჭირი მარგებელია. იმდენი ვიარე მზეზე ფეხით, რომ საბოლოოდ უფასო მგზავრობაც გამოვიმუშავე. აი აგერ ეს კაი ხალხი დამეხმარა მეგობრებო უფასოთ მგზავრობაში. და საქართველოში ნამყოფები არიან უმეტესად. Hello. How you like Budauru? I like the very good ski slope and very good Food. How you like Georgia? Oh, I eat kosher, so I didn't there, but I eat khachapuri. Yeah. It's very good. Kosher khachapuri, very good. Okay. Khachapuri is moetzona. I can drink kosher wine, but Gadauri, Georgia is a country of wine. Oh, actually? Yeah. We have history 8,000-year wine making. გზაში საინტერესო საუბრები გქონდა, ხო და უბრალოდ ჩავეკითხე რომ თვითონ როგორ უყურებენ ახალგაზრდები, რას ფიქრობენ და მოკლედ ხო, ნუ როგორც არის, როგორც ვიცით ჩვენც, ისე უყურებენ ესენიც რა. ანუ ეს ვითომ პატარა საზღვრები რო არის, უბრალოდ იმისთვის არის, რომ აი ამ ტერიტორიაზე, სადაც ვიყავით ახლა, სადაც ვამბობდი რომ პალესტინაში ვარ მეთქი. აქ ცხოვრობენო უბრალოდ პალესტინელები რა, მხოლოდ რა, თვითონ მაგ ტერიტორიებზე არ ცხოვრობენ. კი გადაადგილდებიან ჩვეულებრივად უპრობლემოდ და მუშაობენ კიდეც და ანუ პრობლემა არ აქვს არაფერი რა. უბრალოდ ძირითადად ცხოვრობენ სულ პალესტინელები და აი მაქედან უკვე საზღვარს რო გამოდიხარ, აი ეს რაღაც მინი საზღვარივით არის და რო გამოდიხარ, აქეთ უკვე მარტო ებრაელები ცხოვრობენ რა. აქეთ
პალესტინელები იმდენად არ ცხოვრობენ. აი იერუსალიმში უფრო არეული არის სიტუაცია და მაგიტო იქ უსაფრთხოების ზომები უფრო მეტად არის გამკაცრებული. რადგან იქ ძალიან ბევრი რაღაც ცუდი შემთხვევები ხდება ხოლმეო რა, ესე მითხრეს. და ამიტომაც ყველა იარაღით დადის. სამხედროები, ვინც სავალდებულო ჯარს გადიან ახალგაზრდები, ყველა ქუჩაში იარაღით დადის. წესით აი ამ გაჩერებაზე უნდა მოვიდეს ახლა მეორე ავტობუსი, რომელიც უკვე ტიბერიაშს წამიყვანს, მაგრამ ქუჩის მეორე მხარეს ხედავ ახლა მაკდონალდს და ძალიან დიდი ცდუნებაა რომ ეს ავტობუსი გამოვტოვო და სხვა რამე წავიდე იქამდე მე. და გადავიდე ახლა მაკდონალდში და რამე გემრიელი ვჭამო და კარგი ყავა დავლიო, მაგრამ არა მეგობრებო, დღეს უნდა ჩავიდე, აუცილებლად უნდა ჩავიდე დღეს ნაზარეთში, ტიბერიის გავლით. ჯერ ტიბერიას დავათვალიერებ უცებ და მე გავაგრძელებ გზას ნაზარეთისკენ და დღეს დავრჩებით ნაზარეთში. მოვიდა ავტობუსი. აქაც რაღაც ბარათით უნდა გადავიხადო, სპეციალური ბარათით, რომელიც არ მაქვს და აქ უკვე მძღოლმა მიჯიგრა. ასე რომ, ასე უფასოდ დავდივარ აქეთ-იქით რა. ყველა ჯიგრები არიან. უფასოდ გამგზავრებენ. მართლა არ მაქვს, თორე გადავიხადე. ქეშს არ იღებენ არსად. იერუსალიმში რამოდენიმე ავტობუსი რადგან ქეშით გადავიხადე, ვიფიქრე რომ აქაც ქეში დამჭირდებოდა და. რავი, აქ ქეშით ვერსად ვერ ვიხდე. ჩამოვაღწიე როგორც იქნა ტიბერიამდე. ეს ჩანთა რო არ მქონდეს სათრევი, ბევრად უფრო მარტივად ვიმოგზაურებდი და. ერთი შეხედვით მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გამოიყურება ძალიან კარგად, რაც კურორტული ქალაქივით არის. ძალიან ბევრი დამსვენებელი ჩამოდის, როგორც ადგილობრივი, ისე მოგზაურებიც. რადგან ტიბერიადის ზღვა არის, აქ როგორც გითხარით და ალბათ ამიტომაც ჩამოდის ამდენი ხალხი. ტბის კვალობაზე სხვათა შორის საკმაოდ დიდია. აი ესე გამოიყურება სანაპირო. საკმაოდ კარგად გამოიყურება ყველაფერი. მოდით აქედან უცებ გაგიზიარებთ, რატომაც არის ეს ადგილი ასე მნიშვნელოვანი ქრისტიანებისთვის. ამ ქალაქში თავის დროზე ხშირად ჩამოდიოდა იესო თავისი სწავლებებისთვის. აქ ასწავლიდა ხალხს და ძალიან ბევრი სასწაული უკავშირდება სწორედ ტიბერიადის ზღვას. ასევე აქ გაიცნო მან პეტრე მოციქული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი არის როგორც კათოლიკებისთვის, ასევე მართლმადიდებლებისთვის და ამის შესახებაც ახლა გაგიზიარებთ. აი ეს არის წმინდა პეტრეს ტაძარი, რომელშიც სამწუხაროდ ვერ შევედით. რატო არის დაკეტილი, სამწუხაროდ არ ვიცი. ამოვედი ისევ ზემოთ, ქვემოთ, რატომღაც საინტერესო არაფერი არ იყო. მე უფრო რაღაც ისეთ სანახაობას ველოდებოდი, მაგრამ როგორც ჩანს, კაპერნაუმში არის თავარი სანახაობა ქრისტიანებისთვის, ასე რომ შევეცდები აუცილებლად რომ იქაც ჩავიდე. ნახეთ რა ლამაზი ქალაქია. ძალიან მოწესრიგებულია ყველაფერი. ლამაზად, სუფთად. აი ამიტომ ჯობია რომ იქირავთ მანქანა, სადაც ჩახვალთ რა. კი უფრო ძვირი დაგიჯდებათ მოგზაურობა, მაგრამ რავი, ჩემი აზრით ღირს რა. ამდენი ტანჯვა ნამდვილად არ მოგიწევთ. ამდენი ავტობუსების ზებნა, ამდენი ტაქსები, ძალიან მარტივად და კომფორტულად მოივლით ყველა სანახაობას. მოკლედ არ მეღირს ავტობუსის მოსვლა და ტაქსმაც არ გამოიარა, თორე უკვე მზად ვარ რომ ტაქსსაც გადავუხადო, ეს რაღაც კატასტროფული თანხა რომ იქამდე მიმიყვანოს რა. აქედან არის დაახლოებით 15-16 კილომეტრი თან წარმოიდგინეთ და რავი, ვერ ჩავედი იქამდე რა. მინიმუმ საათნახევარი არის უკვე რაც ავტობუსს ველოდები. ეხლა რომ მოვიდეს და უბილეთოთ ვერ წაგიყვანო რომ მითხრას. რა უქნა მე? ყველა მძღოლი ჯიგარი ხო არ იქნება. 3 ჯიგარი მძღოლი უკვე შემხვდა და ეხლა მე-4-ც ჯიგარი თუ აღმოჩნდა. რა ვიცი, იმედია დაღამებამდე ჩავალ მაინც რომ დავათვალიერო. თუ სადმე მომიწია დარჩენა, მე იქვე დავრჩები, აბა. სხვა გზა არ არის. მოვედი როგორც იქნა, მოკლედ მთელი დღე არის აქ მოვდივარ რა. არა და არ არის დიდი მანძილები, მაგრამ აი ეს ტრანსპორტი იმდენად გაურკვეველი არის, რომ რაღაც ვერ ჩავწვდი ბოლომდე, როგორ აქვთ მოწყობილი ეს გადაადგილება რა. მოვედი მოკლედ, იმედია დაკეტილი არ დამხვდება და შევალ და კაპერნაუმს ერთად დავათვალიერებთ კარგად. მეც არ გამიკვირდა რა მარტივად მოვედი. ამარტივად მოვაგენი მეთქი. სად დავდივარ ამას შეხედეთ. არასწორი გზით წამოვედი და აი ესე მთაზე გადმოვედი ახლა. სულ ეკლებში და რაღაცებში ვიარე.
მოკლედ ამ ქალაქამდე ჩასვლა დამიჯდა ყველაფერი რა. ნერვები, ფული, რა ვიცი, ყველაფერი. მთელი დღე არის აქ მოვდივარ და ვერ ჩამოვედი. რავი, თუ ვერ მივედი იქამდე, ესე იგი არ ყოფილა ბედი ამ ქალაქის ნახვა და წავალ პირდაპირ ისევ დავბრუნდები უკან. სხვა რა გზა. აქამდე კი მოვედი როგორც იქნა. შიგნით როგორ შევალე ჯერ არ ვიცი, მაგრამ მოკლედ თუ შევედი და გადავიღე კიდეც. ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ აი უკან როგორ დავბრუნდები, ეგ უკვე აღარ ვიცი. რადგან ავტობუსები დადიან მარტო 7:09-მდე და 7:20 წუთია უკვე. რა მოხდება, მე არ ვიცი. რა თქმა უნდა, დაკეტილია. თან კარგა ხნის დაკეტილია, იმიტომ რომ 5:09-მდე ყოფილა შესვლა. არსად არ ეწერა რომ 5:09-მდე მუშაობდა და რატომღაც ვფიქრობდი რომ ეხლა ღია იქნებოდა. უბრალოდ აზრი აღარ ქონდა უკვე უკან მიბრუნებას, იმდენი ხანი ვიყავი გზაში რომ უკან წასვლას უკვე აზრი აღარ ქონდა. მოკლედ იქნებ ინტერნეტიდან ავიღო რაიმე კადრები, უბრალოდ მე მინდოდა საკუთარი თვალით მენახა, მაგრამ აუქნათ არ გამოდის. ზუსტად ეს არის ის ადგილი, სადაც იესო ასწავლიდა და ზუსტად ეს ადგილი არის, სადაც იესომ ბევრი ცნობილი სასწაულები მოახდინა, წყალზე გავლა, თევზის და პურის გამრავლება და შტორმის ჩაწყნარება. ეს სამი არის ალბათ ძალიან ცნობილი სასწაული, რომელიც ალბათ ყველამ იცის. აქედან ვაპირებდი ნაზარეთში წასვლას დღეს, მაგრამ ეგეც არ ვიცი როგორ გამოვა, იმიტომ რომ უკვე გვიანია და სავარაუდოდ ნაზარეთში წასვლაც ვერ მოესწრება, მაგრამ წინასწარ არ ვიცი. აი გზა და გზა თქვენთან ერთად გავერკვევი ყველაფერში. ამასობაში ძალიან დაღამდა უკვე ავტობუსს არ ვიცი რამდენად მივასწრებ, მაგრამ ვიღაცები არიან აქ საცურაოდ და მანქანებით არიან და ეხლა უთხოვ იქნება იმას კონდეს ადგილი. Sorry, do you have one seat to the city? Tiberia, one seat do you have? Can I go? I'm going to Tiberia. Do you have one seat to take me? This way? Okay. აი აქ არის გაჩერება, სადაც მოვედი ცოტა ხნის წინ. და აქედან ფეხით ვიარე მთელი ეს გზა დაახლოებით კილომეტრი და 200 ან 300. აი ხა ისე უკან დავუბრუნდი. აი იქ შორს რო განათებული ქალაქი მოჩანს, ეგ არის ტიბერია, სადაც უნდა დავუბრუნდე. სავარაუდოდ არ ვჩანვარ საერთოდ. დაახლოებით 1 საათნახევარი არის უკვე აქ ვდგავარ. კაცი შვილი არ არის. მარტო ვარ და ეს მანქანების დადიან არავინ არ აჩერებს საერთოდ. არ ვიცი რატო არ აჩერებენ, არ ეშინიათ ამ არეულობების გამო თუ რატო არ აჩერებენ, არ ვიცი, მაგრამ რავი, ერთადერთი იმედი რაც მაქვს Google Maps-ზე წერია, რომ დაახლოებით 9 საათში უნდა მოვიდეს რა ავტობუსი და რავი, ველოდები იმედია ტყუილა არ ვდგავარ აქ, რა თორე სხვა რავი რა უნდა უქნა, არ ვიცი რა. წამოვწვევი მე აგერ სადმე გაჩერებაზე და მივიძინებ რა ხვალ დილამდე რა უქნა, სხვა გზა არ არის. მოკლედ დიდი მადლობა Google Maps. როგორც ხედავთ, ზუსტად მოვიდა რა, ტყუილა არ ველოდა ეს 2 საათი ამ გაჩერებაზე. გავბრუნდი ისევ ტიბერიაში. ეხლა რო ვიხსენებ, რა ვიბოდიალე, სად ვიბოდიალე, რატო ვიტანჯე. მოკლედ აი ხო ძირითადად ჩემს მოგზაურობაში, ჩემს ტანჯვას უყურებთ ხოლმე, რომ თუ რაღაცაზე ვიტანჯები, მაგრამ ეს იყო რაღაც განსაკუთრებული, იმიტომ რომ ესე კაი ხანია არ დავტანჯულვარ მართლა. აი რისთვის ვიწვალე, რატო ვიწვალე, ამდენი საერთოდ არ ვიცი რა. მაგრამ ჩემი ბრალიც არ არის, იმიტომ რომ რავი, არ ეწერა არც Google Maps-ზე და არცად რომ 5 საათამდე მუშაობდა და დაკეტილი გამხდებოდა რა. ისედაც კი დამაგვიანდა, მაგრამ რავი, ავტობუსი არ მოდიოდა, ტაქსები არ იყო, რავი, ისვენებდნენ ყველა რა, ხო და არა უშავს, ესეც მოგზაურობის ნაწილია და დიდი ხანი დამამახსოვრდება, რაც მთავარია. ეხლა გაგიზიარებთ კიდე ერთ ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რაც მივიღე ამ დროში, რაც იქ ვიყავი, ძალიან ბევრი ვიფიქრე და არ ვიცოდი როგორ მოქცეულიყავი და მოკლედ ესე ვიფიქრე რა, რომ გულში რომ რაღაც აი ხინჯათ არ დამრჩეს, რომ აი იქ ვიყავი და როგორ ვერ ვნახე და ამდენი რაღაც მოვინახულე და ეგ როგორ დამრჩა. მოკლედ გადავწყვიტე, რომ ტიბერიაში დავრჩე. მერჩი უნდა რომ დღესვე დაუბრუნებულიყავი ნაზარეთში. თან იყო მაგის საშუალება, რომ ნაზარეთში წავსულიყავი ავტობუსით, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მივიღე, იმიტომ რომ მაინც დაუბრუნდე ხვალდილით იესოს ქალაქში და მაინც მოვინახულო ის ადგილი, რისი მონახულებაც მინდოდა და რა თქმა უნდა თქვენთვისაც
გადავიღო ეს ყველაფერი და დანარჩენს უკვე ხვალ მოვიფიქრებ, სავარაუდოდ ხვალ ვიდაუბრუნდები ნაზარეთში, მაგრამ დავრჩები თუ არა ეგ არ ვიცი, სავარაუდოდ ნაზარეთში აღარ დავრჩები და პირდაპირ წავალ თელ-ავივისკენ. ესეც ჩემი სასტუმრო. დავბინავდი მეგობრებო და აი ასე გამოიყურება ჩემი $87 ნომერი, ერთი დიდი ლოგინი აქეთ, რაც ძალიან მიყვარს სასტუმროებში ყავა და ჩაიდანი რო არის. და აქეთ საკმაოდ მოწესრიგებული სააბაზანოც არის. ეხლა დავისვენებ, ძალიან დავიღალე მართლა, არ ვიცი, ესეთი დაღლილი კაი ხანია არ ყოფილა რა, თან ისედაც მოგზაურობის ბოლოში ვარ უკვე და ეს დაღლილობა უკვე კარგად აისახება ჩემზე. წავედი დავისვენო და ხვალდილით დაგიბრუნდებით და შევეცდები რომ ხვალდილით მაინც დავათვალიერო იესოს ქალაქი. დილამ შვიდობის მეგობრებო, კარგად გამოვიძინე, დავისვენე, ძალები აღვიდგინე და მზად ვარ ჩემი მოგზაურობის გასაგრძელებლად. დღეს ისევ შევეცდები თავიდან, ჩავიდე კაპერნაუმდე, იმედია დღეს მაინც გამომივა. რა გამომივა, ოღონდ როგორ გამომივა, ეგ არ ვიცი. ეხლა მივდივარ ავტობუსების ცენტრალური გაჩერება ჩემს სასტუმროსთან ახლოს არის და ჯერ იქ გავარკვევ თუ არის საშუალება რომ ავტობუსით წავიდე. თუ არა და მოკლედ რადაც არ უნდა დამიჯდეს იქამდე აუცილებლად ჩავალ დღეს. დაიწყო მცდელობა ნომერი 2. მივდივართ კაპერნაუმში. აი ასეთ ადგილას ჩამოვსვა ამ ავტობუსმა. აქ რატო ამომიყვანა არ ვიცი, როგორც ჩანს რაღაც არასწორად წამოვედი. როგორც ჩანს აქედან სხვა ავტობუსზე უნდა გადავჭდე რა. ზუსტად სამწუხაროდ არ ვიცი. ხედები კი იშლება ლამაზი. აი ეს არის შემართება რა. 1:15 წუთია აქვს გავარველოდები ავტობუსს. ავტოსტოპზე უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული. არავინ არ აჩერებს აქ მანქანას. და გადავწყვიტე რომ ისევ ფეხით წავიდე რა. აქედან 2 კილომეტრი არის იმ გაჩერებამდე, სადაც სავარაუდოდ გამოვწდი, იქ უნდა ჩამოსულიყავი და სხვა ავტობუსზე დავმშდარიყავი, მაგრამ აი ხა ამ 2 კილომეტრს მე ფეხით გავივლი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა. ჩამოვედი გაჩერებასთან, სადაც უნდა მოვიდეს ახლა მეორე ავტობუსი, მაგრამ ახლა ვარ დილემის წინაშე. წავიდე ისევ ფეხით გავურისკო და ვიარო, აქედან ეს 1 საათის გზაზე, თუ დაველოდო ავტობუსს, რომელიც ასევე 1 საათში მოვა. იდეაში ჯობია რომ ავტობუსს დაველოდო, მაგრამ უბრალოდ მე რადგან დროის დაკარგვა არ მინდა და მინდა რომ დღესვე ჩავიდე ნაზარეთში, აი ამიტომ ვფიქრობ, რომ რა ვქნა ხო არ გავრისკო მეთქი, მაგრამ მე მგონი აზრი არა აქვს რა, ისეთი სიცხე არის, რომ ძალიან რთული არის ფეხით სიარული. ძლივს ავტოსტოპიც მეღირსა მეგობრებო, აღარ გადამიღია, იმდენად მოულოდნელი იყო და დავიბენი, რომ ახალგაზრდა გოგო და ბიჭი იყვნენ და წამომიყვანეს, თქვენ წარმოიდგინეთ მანქანით. ძალიან გამიმართლა. მოვედი როგორც იქნა, მიუხედავად ამდენი დაბრკოლებისა, მიუხედავად ამდენი წვალებისა, ხედავთ აი არ უნდა დანებდე, უნდა იბრძოლო და აუცილებლად მიაღწევ იმას, რასაც გინდა. აი ესეთი პატარ-პატარა რაღაცეები, თითქოს არაფერი, მაგრამ საბოლოოდ ძალიან მოქმედებს, რომ აი ეს რაღაც დასახული მიზანი, რაც გქონდა, მაინც მიაღწიე. შემეძლო გუშინ საერთოდ წავსულიყავი, მაგრამ არ მინდოდა რომ მე მეფიქრა, რომ აქვე ვიყავი და რატო არ მოვინახულე თქო. ასე რომ მოვადექით იესოს ქალაქს. შემოვედი თუ არა, ესეთი ნანგრევები არის ამ უძველესი ქალაქის. აი ახლა რა შენობაში შემოვედი, ეს შენობა არის ზუსტად აშენებული პეტრე მოციქულის სახლზე, სადაც იდგა მისი სახლი. და აი ქვემოთ ჩანს ეს ნანგრევები. სიმბოლურად, რა თქმა უნდა, აქედან გაგიზიარებთ წმინდა პეტრეს შესახებ საინტერესო ისტორიას. ის იყო იესოს 12 მოწაფიდან ერთ-ერთი, რომელიც იესომ აქ გაიცნო ამ მეთევზეთა სოფელში. აქ ადრე იყო პატარა მეთევზეთა სოფელი, სადაც სხვათა შორის გაიცნო თავისი 12 მოწაფე, რომლებიც იყვნენ უბრალო მეთევზეები. და მათ შორის იყო ერთ-ერთი პეტრე, რომელიც საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონა გახდა არა მხოლოდ იესოს გარემოცვალში, არამედ მთლიანად ქრისტიანული სამყაროსთვის. შენ ხარ კლდე,
და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას. აი ეს სიტყვები უთხრა იესომ პეტრე მოციქულს. რაც იმას ნიშნავს, რომ პეტრეს იესო განსაკუთრებით ენდობოდა და განსაკუთრებულად ჰქონდა მისი იმედი. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პეტრემ რამდენიმეჯერ უარყო იესო და ზურგი შეაქცია, მაგრამ ბოლოს ყველაფერი გულით მოინანია და იესომ რა თქმა უნდა ყველაფერი შეუნდო. ასევე კათოლიკებისთვის ის იყო რომის პირველი პაპი. მაგრამ საბოლოოდ რომში ის სიკვდილით დასაჯეს და ჯვარზე თავდაყირა გააკრეს. ხოლო რაც შეეხება მართლმადიდებულ სამყაროში, წმინდა პეტრე მოციქულს ასევე ძალიან დიდი ადგილი უკავია, მაგრამ მართლმადიდებლობაში არ მიიჩნევა ის როგორც რომის პაპი, რადგან მართლმადიდებლებისთვის ყველა მოციქული არის თანასწორი. მიუხედავად იმისა, რომ თანასწორთა შორის ცოტა უფრო მაღლა იყო პეტრე, მაინც არ მიიჩნევა როგორც ეკლესიის უზენაესი ლიდერი, რადგან ყველა მოციქული თანასწორია. აი ასეთი საინტერესო ისტორია აქვს აქაურობას და წმინდა პეტრე მოციქულს. აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სინაგოგა მთელს მსოფლიოში. ითვლება, რომ ეს სინაგოგა მე-4-მე-5 საუკუნეში აშენდა ჩვენი წელთაღრიცხვით, მაგრამ სუსტად იმ ადგილას არის აშენებული, სადაც უძველესი სინაგოგა იდგა, სადაც თვითონ იესო ასწავლიდა. ასე რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი. აი ასე არის დღესდღეობით შემორჩენილი აქაურობა. ახლა კი დროა გადავხედოთ გალილეის ზღვას, იგივე ტიბერიადისის ზღვას. როგორც გენებოთ, ისე დაუძახეთ, შეცდომა არ იქნება არც ერთი. აი ზუსტად ჩემს უკან ხედავთ თქვენ გალილეის ზღვას, სადაც იესო მოახდინა კიდევ ერთი სასწაული, როდესაც მისი მოწაფეები, მეთევზეები წყალში იყვნენ გასული ნაპირიდან საკმაოდ შორს უკვე დაინახეს, რომ იესო მათთან მივიდა ფეხით. თავიდან შეეშინდათო, როგორც არის ნათქვამი, მაგრამ მერე იესომ დაამშვიდა და ესეთი კიდევ ერთი სასწაული უკავშირდება ამ ადგილს. და სხვათა შორის კიდევ ერთი სასწაული უკავშირდება აქაურობას, როდესაც იესომ შტორმი ჩააწყნარა. აი ასეთ სასწაულ ადგილას მოვედი და ზუსტად ამიტომ ვიბრძოდი ამდენი ხანი, ამიტომ ვიწვალე აქ მოსასვლელად, რომ მინდოდა უბრალოდ საკუთარი თვალით მენახა ეს ყველაფერი და ხელით შევხებოდი ამ სასწაულ ადგილს. ადგილი, სადაც იესო ცხოვრობდა და ასწავლიდა, უკვე მოვინახულეთ და ეხლა დროა წავიდეთ ქალაქში, სადაც მან გაატარა მთელი ბავშვობა. მოკლედ ჩვენ დავიძარით, გავაგზავნეთ გზა. სხვათა შორის რომ გამოდიოდი, ეხლა დაცვა მეუბნება. აქო თუ იღებო შენო ვიდეოსო სოციალური ქსელისთვის $100 უნდა გადაიხადო, ესო კერძო საკუთრებაა. მეთქი რავი გეთქვა თავიდან. რავიო, ამასო სადმეო თუ ატვირთაო, მაშინო დაგაჯარიმებენო. აი ჩემო ძმაო მეთქი. აი ეს გზა გავიარე გუშინ შუაღამეს, აქედან არის დაახლოებით კილომეტრი და 200 ავტობუსების გაჩერებამდე, სადაც ვიჯექი 3 საათი. და სავარაუდოდ დღესაც მაგდენივე მომიწევს ლოდინი, იმიტომ რომ როგორც წერია Google Maps-ზე, ბოლო ავტობუსი რაც გამოივლის არის 5-ის 15 წუთზე თუ დაახლოებით ეგრე და ჯერ პირველი საათი დაიწყო ეხლა. ასე რომ თუ ავტოსტოპით არავინ წამიყვანა, მაშინ ავტობუსით მომიწევს ცოტა წვალება. ეხლა ახალი მეთოდი მაქვს ავტოსტოპის. დღეს გაამართლა სხვათა შორის ერთადერთმა მანქანამ, ვინც გამიჩერა იყო ეგ. კამერაც ხელში მეჭირა ესე როგორც გადაღების დროს, მაგრამ გამორთული იყო, ვიფიქრე რომ რაღაც სანდოობას უფრო ავწევდი ამით. და ეხლა დავდივარ, გამორთული კამერა მაქვს, ესე მიჭირავს, ვითომ ვიღებ და
თან მანქანებს ვაჩერებ. დიდი იმედი მაქვს, რომ ვინმე გამიჩერებს და არ მომიწევს 3 საათი ამ გაჩერებაზე ლოდინი, იმიტომ რომ სახლივით არის უკვე ეს გაჩერება. და აი ისიც. აი ამ გაჩერებაზე გავატარე გუშინ თითქმის მთელი ღამე და დღესაც მომიწევს მთელი დღის გატარება. აი ესე გამიმართლა მეგობრებო, გამიჩერეს მანქანა. როგორც ხედავთ, გაამართლა ჩემმა ტაქტიკამ და წამოვედი მანქანით მოკლედ და ნაზარეთთან ახლოს მიმიყვანენ, დამტოვებენ მანქანით ავტობუსების გაჩერებაზე, საიდანაც უკვე გადის ავტობუსები ნაზარეთის მიმართულებით, ასე რომ შეიძლება დღეს უკვე თელ-ავივში წასვლაც კი მოვასწრო. იმდენი ვიძახი, არავინ არ მიჩერებს, გორო დღეს ორგან ვიმგზავრე უკვე ავტოსტოპით. ამ ხალხმა მართლა ძალიან ახლოს მომიყვანა, ფაქტიურად ქალაქის შესასვლელთან ვარ უკვე და მინიმუმ ალბათ 4-5 საათის ეკონომია გამაკეთებიეს. ავტობუსით რო წამოვსულიყავ იქიდან, დღეს სავარაუდოდ აქ მომიწევდა დარჩენა ნაზარეთში. ვეღარც მოვასწრებდი ვერც ქალაქის დათვალიერება და ვერც თელ-ავივში წასვლას, ასე რომ ეს ხალხი ძალიან დამეხმარა. ავიდა ჩემი ავტობუსი და დავიძარით ნაზარეთისკენ. ჩამოვედი მეგობრებო, როგორც იქნა, ნაზარეთამდეც ჩამოვაღწიე. აქ რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი სანახაობა, ეხლა პირდაპირ იქ გაჩერდა ჩემი ავტობუსი. ერთი შეხედვით არც თუ ისე კარგად გამოიყურება ნაზარეთი, ყველაზე მეტი ნაგავი ქუჩებში აქ არის და თან ძალიან ქაოსი არის ქუჩებში, ვიწრო ქუჩები არის და აი საცობები მოკლედ ჯერჯერობით ნაზარეთი ისე ძალიან არ მომწონს როგორც სხვა ქალაქები. მოვადექით ნელ-ნელა, მოუახლოვდით ხარების ტაძარს. მოვედით მეგობრებო ხარების ტაძარში და გადმოცემის თანახმად ეს ტაძარი აშენებულია ზუსტად მარიამ ღვთისმშობლის სახლზე, სადაც ის ცხოვრობდა, გამოქვაბულები არის ამ ტაძრის ქვემოთ და გადმოცემის თანახმად სწორედ აქ ახარა პირველად მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა მარიამს იესო ქრისტეს დაბადება. როგორც მივხვდი, სხვადასხვა ქვეყნებიდან არის ხატები. აბა ვნახოთ თუ იქნება საქართველოდანაც. ფილიპინები, ეკვადორი, უკრაინა, თითქმის ყველა ქვეყანაა და ალბათ საქართველოც იქნება. ანდორა, ერაყი, ვატიკანი. აი მეგობრებო, საქართველოც ნახეთ, ყველაზე ბოლოშია, მაგრამ არა უშავს. აი ახლა ჩავდივარ ზუსტად იქ, სადაც მარიამ ღვთისმშობელი ცხოვრობდა და სადაც მას პირველად ახარა მთავარ ანგელოზმა გაბრიელმა იესო ქრისტეს დაბადება. აი ასე გამოიყურება შიგნიდან ეს ადგილი. როგორც ხედავთ, ცოტა რესტავრირებულია, მაგრამ უმეტეს ნაწილად მაინც პირველადი იერსახე აქვს შემორჩენილი ამ გამოქვაბულს. როგორც მიხვდით, ეს ტაძარი არის კათოლიკური, მაგრამ აქედან ცოტა მოშორებით არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი. ეს არის პატარა ჭა, სადაც ითვლება, რომ მარიამი დადიოდა ძალიან ხშირად წყლის მოსატანად. და მართლმადიდებლურად ითვლება, რომ პირველად იქ ჩაესმა მას მთავარ ანგელოზის ხმა. ასე რომ ორი აი ასეთი ძირითადი მნიშვნელოვანი სანახავი ადგილი არის ნაზარეთში. მიუხედავად იმისა, რომ იესომ აქ მთელი ბავშვობა გაატარა, სამწუხაროდ არ არის არანაირი კვალი ნაპოვნი, სადაც ის ცხოვრობდა. როგორც მოვიძიე ინტერნეტში ინფორმაცია, არის რაღაც პატარა ადგილი, სადაც სავარაუდოდ იყო ის სახლი, სადაც ის ბავშვობაში ცხოვრობდა, მაგრამ ეს ყველაფერი დადასტურებული არ არის. აი ეს მიმდებარე ქუჩები მართლა ძალიან კარგად გამოიყურება. ყველგან სისუფთავეა. მოწესრიგებულია.
აი მეგობრებო, ეს არის ის წყარო, სადაც გადმოცემის თანახმად ღვთისმშობელს პირველად ჩაესმა მთავარ ანგელოზის ხმა. აი ესე გამოიყურება დღესდღეობით ეს ადგილი. სამწუხაროდ წყალი აღარ გადმოდის. ჩემი აზრით ეს ადგილი არ იმსახურებს ესე მიტოვებულ მდგომარეობაში ყოფნას. არ ვიცი, მე მგონია რომ რაღაც მეტ ყურადღებას იმსახურებს აქაურობა. აი ესეთი ლამაზი ადგილი. აი ეს არის ამ ქალაქის ის ძირითადი სანახაობები, რაც უნდა მოინახულოთ თუ ჩამოხვალთ ნაზარეთში. აი ამაზე ვამბობდი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ქუჩა, რითიც ჩამოვედი მეც აქ ავტობუსით და აი თქვენ თვითონაც ხედავთ როგორ არის დაბინძურებული ყველაფერი. მსგავსი რამ სხვა ქალაქებში მე არ მინახავს. ეს ლამაზი კიბეებია სხვათა შორის. How are you? Thank you. اهلا اهلا تعال فوت يا زلمه سلم على اخويا بعرضك Georgia. جورجيا اوه YouTube. يوتيوب Yeah. اضرب بعرضك No, it's okay. No, thank you. نو ماني Yeah, thank you. حبيبي წვერი კი მაქვს შესასწორებელი, მაგრამ რავი ცოტა უხერხულობაა, ეხლა ფული არ მინდაო და მე ეგეთი კაცი არა ვარ, ფული არ გადავიხადოს ხო. წავედით, საცალია, მე ხა სამაიმუნოთ. თელავივში ვარ ჩასასვლელი. ძალიან მეგობრული და კარგი ხალხი არიან, სხვათა შორის მინდა გითხრათ ორივე მხარეს, არაბებიც და ებრაელებიც. ჩემი პირადი დამოკიდებულება ამ დღეების განმავლობაში მინდა რომ გაგიზიაროთ. მაგრამ ეს არის ჩემი პირადი დამოკიდებულება. და შიდა თემა თუ გაინტერესებთ, ერთმანეთს არენდობიან რა. არაბები არენდობიან ებრაელებს და ებრაელები არენდობიან არაბებს. ანუ ერთმანეთს სულ რაღაცა ეჭვის თვალით უყურებენ რა. აი ესეთი დამოკიდებულება აქვს ერთმანეთთან. და ჩემს მიმართ მე არ მიგზნია რამე ისე ცუდი დამოკიდებულება ან რაღაც, მაგრამ აი ერთმანეთზე ეგრე ამბობენ რა, რომ აინც ბოლომდე არენდო, მაინც არენდო, აი ერთმანეთზე ესეთი დამოკიდებულება აქვთ. პატარა შესვენება მოვიწყო ეხლა, როგორც გითხარით. მაკდონალდში შემოვედი, იმიტომ რომ რაღაცეების გარისკვა არ მინდა ეხლა, მინდა რომ უცებ პატარა წავიხემსო, დავისვენო და გავაგზავნო გზა თელავივისკენ. გამოვედი და დაიწყო ეხლა ისევ ჩემი ტანჯვა, ავტობუსების ძებნა, გადაჯდომები და მთელი ამბები რა, მაგრამ ასიზა, ესა მოგზაურობა. ორმაგ ჩიზბურგერს ვეძებდი მაკდონალდში რო შევედი და მერე გამახსენდა რომ ებრაელები ხორცს და ყველს ერთად არ ჭამენ. აი ესე თქვენს დაიმახსოვრეთ რომ იცოდეთ. ეხლა რომ არ გეგონოთ რომ ებრაელს ვკითხე და ებრაელმა მითხრა თავისი აზრი. ChatGPT-ს ვკითხე რომ ნაზარეთში რატო არის მეთქი ესეთი სიტუაცია განსაკუთრებით დანაგვიანებული მეთქი და ესეთი სიტუაცია რატოა თქო და მითხრა რომ უმეტესად არაბებით არის დასახლებულიო და რაღაც ლოგიკაც არის ამაში, იმიტომ რომ როგორც ჩანს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ამ ქალაქს თვითონ ებრაელები და დამოკიდებულებაც ბევრად სხვანაირი აქვს რა. და არაბებსაც თვითონ დამოკიდებულებაც ბევრად სხვანაირი აქვს როგორც ჩანს. უბრალოდ აი მართლა ისეთი სიბინძურია რომ არ ვიცი, აი ბანგლადეშს გავსახაურობა მართლა ესეთი სიბინძური არც ერთ ქალაქში არ ყოფილა. ესეც ჩემი ავტობუსი და დავიძარით თელავივისკენ. როგორც ყოველთვის აქედანაც უფასოდ ვიმგზავრებ, იმიტომ რომ ქეშით ადგილზე ვერ გადაიხდით და ისე ვეუბნები ხოლმე ძალიან ისეთი მორიდებული სახით, თვითონ არ ვიცი რა. აუ მეთქი რო არ მაქვს ბარათი რაღაც და მე ყველა გეუბნება რომ მედი დაჯექი წავედით. მოკლედ ჯიგარი ხალხია რა. ფაქტიურად ავტობუსებით სულ უფასოდ მგზავრობ, რაც აქ ვარ. დაახლოებით 2 საათის გზა არის თელავივამდე, ასე რომ იმედია კომფორტულად ვიმგზავრებთ. მით უმეტეს რომ ავტობუსში სულ 2 ადამიანი ვზივართ, ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს ჯერჯერობით. ჩამოვედი მეგობრებო, ესეც თელავივი ისრაელის დედაქალაქი და აი ასე მშვენივრად გამოიყურება აქაურობა.
ყველა მეუბნებოდა, რომ აი საერთოდ სხვა სამყაროა, ჩათვალეო, რომ აი საერთოდ სხვა ქვეყანაში მიდიხარ სამოგზაუროთო და ეგრეც არის, იმიტომ რომ აი საოცრება არის. ერთი სული მაქვს ხვალდილით როდის გამოვალ და კარგად როდის დავათვალიერებ ყველაფერს. მაგრამ სასტუმროებს ფასები აქვს, აი მართლა დუბაიში არ არის ალბათ ესეთი ფასები და კატარში და არცად მოკლედ რა. 2 ღამე ვრჩები, ანუ დღესღამე და ხვალღამე და ზეგ უკვე ფრენა მაქვს საქართველოში და 2 ღამეში აი მინიმუმ $300-დან ზემოთ არის სასტუმროები და არის ფიქრობთ რომ რაღაც ძალიან გამორჩეული და ისეთი სასტუმროები ჩვეულებრივი, აი რა ვიცი, სხვა ქვეყნებში რო ალბათ $40-50 ეღირება მაქსიმუმ, აქ ღირს ერთი ღამე $150 და $200. ძალიან ძვირი, არაადეკვატური ფასებია. და ზუსტად ამიტომაც მომიწევს ამ 2 ღამის გატარება ჰოსტელში. იშვიათად ვრჩები ხოლმე ბოლო პერიოდში ჰოსტელში, იმიტომ რომ ზოგადად არ მიყვარს სხვა ადამიანებთან ძილი, ანუ ვერ ვეჩვევი რა, აი ძალიან დისკომფორტია ჩემთვის. ხო და ზუსტად ამიტომაც ისეთი ჰოსტელი შევარჩიე, სადაც მე მგონი კომფორტულად უნდა გავატარო ეს 2 ღამე და რა დამხდება არ ვიცი. აი რომ მივალთ ერთად გავიგებთ. მოვედი და აი იქ ზემოთ რო განათებები ჩანს, სავარაუდოდ ეგ არის ჩემი ჰოსტელი. და აი აქეთ უკვე სანაპირო არის, სხვათა შორის ძალიან ახლოს არის სანაპიროსთან. ასე რომ პირდაპირ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ვარ თან როგორც მითხრეს. ომის საშიშროება არ არის, რაღაც პერიოდი დამთავრებულია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ადგილობრივებს დიდი იმედი არ აქვთ, რომ დიდი ხანი გაგრძელდება ეს მშვიდობა. აი ეხლა განახებთ სად ვიცხოვრებ მომდევნო 2 ღამის განმავლობაში. სანა, ოპა. აი, ჩემი ოთახი. კრემაციის კამერას როდოს. აი, ესე გამოიყურება ჩემი სახლი. აბა რა სიტყვით, როგორი ოთახი მაქვს. და თქვენი აზრით რა გადავიხადე 2 ღამეში აი ამ კაფსულაში. ეს იყო ყველაზე იაფი, საერთოდ აი ამაზე იაფი არაფერი არ იყო. და 2 ღამეში გადავიხადე $80. ყველაფერი არის აგერ ტექნიკის დატენვა მოგინდება თუ რა ვიცი. სათავსოები, უჯრები, ყველაფერი არის. სხვათა შორის არც ისე ცუდი არის, მინდა გითხრათ, რაღაც უფრო ცუდს მოველოდი და კაი დიდი ფართი ყოფილა შიგნიდან, რა გარედან უფრო პატარა ჩანს. დავედი მოკლედ, დავისვენო და ხვალდილით დავათვალიეროთ თელ-ავივი. ესეც ჩემი პირველი გამოსვლა ქალაქის დასათვალიერებლად და სხვათა შორის ჩემი სასტუმროს ლოკაცია საკმაოდ კარგ ადგილას აღმოჩნდა, იმიტომ რომ ყველაფერი ახლოს არის, რა ქალაქის ისტორიული ნაწილი, ყველაზე ცნობილი სანაპიროები, ყველაზე გამორჩეული ბაზრები და ასე შემდეგ, რა ყველაფერი არის ახლოს. ხო და ჩვენი დღევანდელი პირველი ლოკაცია იქნება Old Jafo, ესე წერია რუკაზე, Old Jafo არის, მე მგონი სწორად აქაურები იაფოს ეძახიან, რა მე მგონი ესე გამოითქმის სწორად აქაო. ხო და დავათვალიერებთ ქალაქის ძველ ისტორიულ ნაწილს, ძველ პორტს და ვიწრო ლამაზი ქუჩებიაო, როგორც ამბობენ და მივიდეთ ერთად დავათვალიეროთ. აქვე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი აქ მცხოვრები ქართველი დამიკავშირდა, მომწერეს, ყველა რაღაც დახმარებას თავაზობს, სხვადასხვა რჩევებს მაძლევენ და მოკლედ ძალიან მიხარია ხოლმე, როდესაც ასე ხდება და ამხელა ყურადღებას იჩენენ ქართველები, როდესაც სადმე ჩავდივარ და მით უმეტეს რომ აი იმ ქვეყნებიდანაც კი მიყურებენ და ჩემი ვიდეოები მოსწონთ, ჩემთვის არის რავი ძალიან დიდი мотиваცია და ძალიან სასიამოვნოა ყველაფერი და დიდი მადლობა ყველას აქედან. საკმაოდ ლამაზად გამოიყურება სანაპიროები სხვათა შორის. რა თქმა უნდა, მე აქაც დავბრუნდები და სანაპიროებსაც კარგად გადავიხებ. და აქვე გეტყვით ახლა ტურისტებისთვის არც თუ ისე სასიამოვნო ინფორმაციას, რადგან დღეს არის პარასკევი და პარასკევს დაახლოებით 2-3 საათიდან, როგორც მითხრეს, იწყება შაბათი, ანუ მზადება შაბათისთვის დასვენების დღე არის აქ. და მოკლედ არაფერი არ მუშაობს, ყველაფერი იკეტება, ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩერდება, საერთოდ ყველაფერი ჩერდება და ყველაფერი იკეტება. და ოფიციალურად არავის არ აქვს უფლება ამ დროს მუშაობის ან მაღაზიის გახსნის, მოკლედ აი ყველანაირი სამსახური უნდა შეწყდეს.
ხო და ეს რა თქმა უნდა ტურისტებისთვის ცუდია, იმიტომ რომ ამ დროს ვერ იყიდი ვერც საჭმელს, ვერც წყალს, ვერაფერს. შეიძლება მაქსიმუმ რამოდენიმე პატარა ჯიხური მუშაობდეს და ისიც როგორც მithეს ისინიც კი წყალს ყიდიან, რავი, 10 მაგ ფასად რა. ასე რომ აი ესეთი ამბავია და დღეს არის უბრალოდ პარასკევი, ასე რომ რა ვიცი, ვნახოთ თუ დაიკეთა ყველაფერი, ფეხით ვისე ირნებ, მაინც არ არის პრობლემა, უბრალოდ აი რომ მომშვიდება მე რა ვქნა ეგ არ ვიცი. ვიდრე Old Iapomde მივალთ, მანამდე შეგახსენებთ, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. დიდი თხოვნა არის, ვინც მაინც უყურებთ ვიდეოებს, მოგწონთ და გინდათ ამ არხის განვითარება, უბრალოდ ერთი თითის დაჭერაა არხის გამოწერა და ასევე რა თქმა უნდა, ვიდეოს დალაიქებას და კომენტარის დაწერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ერთი სიტყვა მაინც, ან ერთი უბრალო რაღაც პატარა სმაილიც კი ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ეს ვიდეო კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და კიდევ უფრო განვითარდეს ჩვენი არხი. აქვე ბანემ შეგახსენებთ Instagram-საც. გადადით გამოიწერეთ ჩემი Instagram-ი, რომ მოგზაურობის პროცესში ძალიან ბევრი საინტერესო სტორები არ გამოგჩნდეთ. ამასობაში შემოვედით Old Iapom-ში და აი ეს არის პირდაპირ პირველი სანახაობა. ესეთი საათი დგას ქალაქის ცენტრში. ეს საათი არის აქაურობის მთავარი სიმბოლო. ეხლა გეტყვით ბარემ საინტერესო ინფორმაციას აქაურობის შესახებ. წარმოიდგინეთ, ეს ქალაქი ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 4000 წლით თარიღდება და თითქმის აი ყველა დიდი იმპერიის ხელში ერთხელ მაინც ჩავარდნილა ეგვიპტელებიდან დაწყებული ბაბილონელები, ოსმალები და მოკლედ აი თუ რამე დიდი იმპერია გაგიგიათ, ყველას ხელში ყოფილა ეს ქალაქი, ყველას ხელი გამოუვლია და აი ეს საათიც სწორედ ოსმალეთის იმპერიის დროს არის აშენებული 1901 წელს. ხოლო 1948 წლიდან რაც ისრაელის სახელმწიფო ჩამოყალიბდა, უკვე იაფოც მის შემადგენლობაშია. ნახეთ რა საოცარი ხედები იშლება. ძალიან ლამაზი ქალაქია. ასე გამოიყურება ერთ-ერთი ცენტრალური მოედანი და ბევრი კაფეები. ძალიან სისუფთავე და ყველაფერი ძალიან ლამაზად გამოიყურება. ნახეთ როგორი ხედი იშლება ძველი იაფოს პორტზე. ეს პორტიც ითვლება, რომ ერთ-ერთი უძველესი არის მთელს მსოფლიოში, ისევე როგორც ეს ქალაქი დაახლოებით 4000 წლის არის უკვე. ეს რანაცნობი მასონური სიმბოლოა შუა ქუჩაში. ნახეთ რა ლამაზი ქუჩები. ვცდილობ რომ ჩავიდე პორტთან. Google Map-ი დაივიწყეთ, იმიტომ რომ შეუძლებელია სწორად გიჩვენოთ ამ ქუჩებზე. ძალიან ბევრი კაფეები და რესტორნები არის ამ ტერიტორიაზე, მაგრამ ფასები არის რაც ქალაქში არის, უკვე რაც გითხარით რომ ძალიან ძვირია. არ ვიცი, გაამრავლეთ 100-ზე და ეგეთი ფასები არის ამ ტერიტორიაზე. ასე რომ ერთი უბრალო პატარა ჭიქა ყავაც კი შეიძლება დაგიჯდეთ დაახლოებით $20-25. არ ვიცი, რაღაც საოცარი ფასები. აი ესეთი ვიწრო გასასვლელები არის ამ ქუჩებზე ყველგან. ეს არის ქალაქის ისტორიული ნაწილი. ჩამოვედი პორტთან და აი ასე გამოიყურება თვითონ პორტის ტერიტორია. აქაც ძალიან ბევრი კაფეები და ძალიან ბევრი ტურისტები. აი ასეთი ხედი იშლება აქედან ამ ქალაქს. და ეს ყველაფერი არ არის, ამის იქით არის ის ახალი ქალაქი, სადაც ჩამოვედი ავტობუსით და ის კიდე საერთოდ ცალკე სხვა სამყაროა. და ამ ყველაფერს ახლა რატომაც გაჩვენებთ, მთავარი აზრი რაც არის. ეს არის მაგალითი, რატომაც უნდა გქონდეს ქვეყანას თანამედროვე თავდაცვის სისტემები. აი ასე მუშაობს რკინის გუმბათი. წარმოიდგინეთ, ალბათ ყველას გაგიგიათ რკინის გუმბათი, რასაც ეძახიან აქ სარაკეტო თავდაცვის სისტემები, რაც აქვს ისრაელს. 2024 წლის მონაცემებით ირანმა ოფიციალური მონაცემები რაც არის 19000 რაკეტამდე გამოიყენა, რაც ოფიციალურად გამოუშვა. სხვადასხვა
სახის რაკეტები. და ამ ქალაქს აი საერთოდ რამე თუ ეტყობა ამ ყველაფრის მერე რა. აი საერთოდ შეხედავ და თითქოს არც არაფერი არ მომხდარა არა და წარმოიდგინეთ ციფრზე დაფიქრდით უბრალოდ 19,000. აი ამას ნიშნავს თანამედროვე თავდაცვის სისტემები. გავისეირნოთ ახლა ისევ სანაპიროზე და დავათვალიეროთ ქალაქის ყველაზე გამორჩეული და ლამაზი სანაპიროები. წყალი არის იდეალურად სუფთა. სამწუხაროდ არაფერი არ მაქვს წამოღებული, რომ შევიდე ვიცურავო, თორე დიდი სიამოვნებით შევიდოდი, ისეთი კარგი წყალია. აი ამ შენობაში არის ჩემი სასტუმრო და აქეთ ხარეს არის უკვე ქალაქის ყველაზე ცნობილი და კარგი სანაპიროები. ცივყავაზე მითხრეს, რომ ძალიან გემრიელს ამზადებენო და აბა ვნახოთ. ძალიან გემრიელია სხვათა შორის. მე ყველგან სადაც უკვეთავ საქართველოშიც ყველგან ცივყავას ვსვავ ნუშის ან შვრიის რძით რა, ბევრად უფრო გემრიელია ჩემი აზრით. და უშაქროს ვსვავ, რა თქმა უნდა. ძალიან გემრიელია და სხვათა შორის არც ისე ძვირიღირდა, სხვა ფასებს თუ გავითვალისწინებთ, ამ ყავაში გადავიხადე დაახლოებით $5-მდე რა. $4 ცოტა მეტი. ნორმალური ფასია, ადეკვატური ფასია. გავაგრძელოთ ქალაქის დათვალიერება. ამ სანაპიროებს გამოვყევი და ეხლა ვაპირებ, რომ გადავიდე მეორე მხარეს, საითაც არის ქალაქის კიდევ ერთი მთავარი სანახაობა. შემოვედით უკვე ქარმელ მარკეტის ტერიტორიაზე და ესე გამოიყურება აქაურობა, აქაც ესეთი ვიწრო ქუჩები არის. აი ასე მეგობრებო, კაფეებიდან და რესტორნებიდან დაწყებული ხილბოსტანი, ტანსაცმელი, ყველაფრის ნახვა შეიძლება ამ მარკეტში. ქარმელ მარკეტი ჯერ კიდევ 1920-იანი წლებიდან იღებს სათავეს, მაშინ როდესაც ქალაქი ჯერ ისევ შენდებოდა და ვითარდებოდა და მას შემდეგ ეს არის ამ ქალაქის ასე ვთქვათ გული და ცენტრი, სადაც აი ეს სიცოცხლე ყოველთვის ჩქეფს. დაახლოებით ვიცოდი აქ როგორი ამბავიც იქნებოდა, მაგრამ თქვა ესეთ ამბავსაც არ ველოდებოდი. შაბათი აქაურობაზე არ ვრცელდება სხვათა შორის, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არაბული ადგილია და ისინი არ ემორჩილებიან ბევრ წესებს. მაგრამ ზედმეტად ქაოსია, მინდა გითხრათ რა, ვერ დაჯდები ვერსად ნორმალურად, რომ რაღაც ჭამოვან რაღაც რა. ან შენც რაღაც ძალიან ნასვამი უნდა იყო რა. თორე აი ძალიან ხმაურია და ძალიან ქაოსია. რამე გემრიელს მეც კი დავაგემოვნებდი, სიმართლე გითხრათ რა, ორი რაღაც მაქვს მენიუში, ან ფალაფელი უნდა დავაგემოვნო, ან შაურმა. ორივეს ძალიან კარგად ამზადებენ აქ, როგორც მითხრეს. შედარებით მშვიდი და ისეთი ადგილი თუ ავარჩიე, სადაც კომფორტულად დავჯდები და შევჭა, მაშინ დავაგემოვნებ. აი ესეთ ადგილას მოვედი, სადაც შენ თვითონ ირჩევ რა გინდა და არ ვიცი რა უნდა ავიღო, რა ვიცი. ყველაფერს ჩაუყარ. აი ესე გამოიყურება ჩემი შაურმა. ხათმის არის. სულ რაღაც $22 გადავიხადე ამ ერთ შაურმაში და უშაქრო კოლაში. იმედია გემრიელი მაინც იქნება. ხათმის ხორცი არის ძალიან გემრიელი მართლა. არ ვიცი როგორ არის შემწვარი, მაგრამ აი ძალიან გემრიელი. საკმაოდ დიდი პორცია, მაგრამ $22 მაინც მეძვირება. ძალიან გემრიელია მართლა. 10-დან 9-ს დავუწერდი მინიმუმ, ანუ 10-დან 9-ს უეჭველი დავუწერდი, მარტო ფასის გამო დავაკლებ კიდე ერთს და 10-დან 8-ს დავუწერ, იმიტომ რომ არ ვიცი, გემოებით ჩემთვის აი
პირადად ჩემი გემოვნებისთვის ყველაფერი ძალიან გემრიელია, ყველა ინგრედიენტი სალსათი ძალიან მიყვარს და ერთმანეთს ძალიან მოუხდა. და სხვათა შორის ძალიან კარგი იდეაა. აი სხვადასხვა რაღაც მაიონეზების და სოუსების მაგივრად ჰუმუსი ძალიან გემრიელია და ბევრად უფრო სასარგებლოც არის. მინდა გითხრათ. რაც ძალიან სასიამოვნო ქალაქია რა, ფეხით სეირნობაც სიამოვნებს. ყველაფერი კარგად გამოიყურება, სუფთად არის მოწესრიგებული არის და რავი, ჩემი აზრით ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ქალაქია, რაც კი ვნახე მთელი ამ დროის განმავლობაში. იერუსალიმში თუ არ ჩავთვლით იმ სიწმინდეებს, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მეორე მხრივ აი ძალიან ქაოსი არის ქალაქში, იმდენი ხალხი ირევა, იმდენი სხვადასხვა სარწმუნოების და ასე შემდეგ, რომ ძალიან რთული არის ეგეთ ქალაქში მოგზაურობა. აქ ეგეთი სიტუაცია არ არის, ყველაფერი დაალაგებულია და მოწესრიგებული. როგორც უკვე გითხარით შაბათზე, ნელ-ნელა უკვე იკეტება მაღაზიები და ოფიციალურად იწყება, როდესაც მზე ჩავა, ანუ დღეს პარასკევს საღამოს მზე რო ჩავა, უკვე ყველაფერი დაკეტილი უნდა იყოს. საერთოდ არაფერი არ უნდა მუშაობდეს, არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი და არაფერი. და ყველაფერი მუშაობას დაიწყებს უკვე შაბათს საღამოს მზის ჩასვლის მერე, როდესაც პირველი 3 ვარსკვლავი გამოჩნდება ცაზე. აი ასეთი ტრადიცია. სეირნობ როჩილდების ბულვარში და ვინც არ იცით ამ გვარის შესახებ არაფერი გეტყვით, რომ როჩილდები იყვნენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და დღემდე რჩებიან სხვათა შორის. ძალიან ბევრი კონსპირაციული თეორია უკავშირდება ამ გვარს, რომ დღემდე მსოფლიოს მართავენ და მსოფლიოს ყველა ფინანსურ ორგანიზაციას მართავენ. და შემთხვევით არ არის ეს კონსპირაციული თეორიები. ჯერ კიდევ 1700-იანი წლებიდან იღებს სათავეს ამ ოჯახის შესახებ ცნობები. თავდაპირველად პირველი როჩილდი, მეიერ ამშერ როჩილდი, რომელიც 1744 წელს დაიბადა, თუ სწორად მახსოვს და თავდაპირველად უბრალოდ სავალუტო ჰქონდა, როგორც ცნობილია და ნელ-ნელა ისე განვითარდა და ისე განავითარა თავისი საქმე, რომ საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ფინანსურ ორგანიზაციაში აბანდებდნენ ფულს და ასევე ცნობილი არის, რომ ისინი აფინანსებდნენ ძირითადად ყველა ომს, რასაც ევროპა აწარმოებდა. ზუსტად ამიტომ უკავშირდებათ მათ ძალიან ბევრი კონსპირაციული თეორიები, არა მხოლოდ ამერიკაში, ევროპაში და მთელს მსოფლიოში. და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ებრაული გვარია. და ასევე მეორე გვარიც არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ალბათ ერთხელ მაინც ყველას გაგიგიათ, როკფელერები, ისინიც ებრაელები არიან, ასე რომ თუ სადმე რაიმე ფინანსები არის და რამე გავლენიანი ორგანიზაცია არის, ძირითადად აი ეს ორი გვარი ფიგურირებს და ამიტომაც უკავშირებენ მათ ამდენ კონსპირაციულ თეორიას. რაღაც უცნაურ თამაშს თამაშობენ. ბურთებს ისვრიან და არ ვიცი, აქ ახლოს უნდა გააჩერონ ამ მწვანე ბურთთან თუ რაღაც. თუ ვინმე ვიცით წესები დამიწერეთ. საკმაოდ პოპულარული თამაშია, როგორც ჩანს უკვე მესამე ჯგუფი შემხვდა, ვინც ამას თამაშობს. აი ნელ-ნელა უახლოვდები ქალაქის იმ ნაწილს, სადაც გუშინ ჩამოვედი და სადაც ძირითადად ესეთი ახალი ქალაქი შენდება. მანქანების რაოდენობაც ნელ-ნელა იკლებს ქალაქში, როგორც ხედავთ, იმიტომ რომ მოსაღამოვდა უკვე ალბათ დაახლოებით 2 საათში უკვე მზე ჩავა. აი ასე გამოიყურება თელ-ავივის ცენტრი. ნახეთ რა ლამაზი ქალაქია. აი ესე დაცარიელდა ნელ-ნელა ქალაქი. მანქანები აღარ დადიან საერთოდ. აქა-იქ თუ დადიან ძალიან ცოტა. მეგობრებო, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდი ახლა ქალაქ ბათიამში, ხოლო აღმოჩნდი აი ამ ხალხის დამსახურებით. აგერ ქართველები ვართ ერთად. და ერთად ჩამოვედით, ახლა ქალაქ ბათიამში ცხოვრობენ თვითონაც რა და ახლა გავჩერდით ერთ ადგილზე, სადაც ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბომბი ჩამოვარდა რა, რკინის გუმბათს როგორც ისიც რამოდენიმე ბომბი გამოეპარა და ეხლა აი ზუსტად აქ იდგა ძალიან დიდი შენობა. საერთოდ აღარ დგას არაფერი და ირგვლივ ნახეთ კორპუსებს რა ჭირს. ეს შენობაც თითქმის დანგრეულია და აი ამ შენობის გვერდზე აი აქ იდგა ზუსტად ძალიან მაღალი შენობა, როგორც მითხეს, რომელიც აი საერთოდ აღარც არის. ირგვლივ თითქმის აი ყველა შენობაზე შუშები არის ჩამტვრეული. აგერ მოვედით ქართულ რესტორანში.
აგერ პატარა საქართველო აქვს მოწყობილი. აი ქართული ლურდი, ხაჭაპური, ხინკალი, რაც გესიამოვნებად ყველაფერი არის. ქართული კუთხე ქვია რესტორანს სხვათა შორის. აბა გაუმართლეს. ვერი კარგი დრეები და კაი ხალხის შეხვედრა მეგობრებო. გაიხარ. აი ეს არის მოგზაურობა რა, რას წარმოიდგენ კაცი, რომ საღამო შეიძლება აგერ ქართულ რესტორანში გაატარო ქართული ლურდი. ისე კაიაკი კაი იქნებოდა არხზე მარა. გამოვედით გარეთ, კაი ქართული ხინკალიც მივირთვით, კაი ხაჭაპური, ლობიანი, ლუდიც დავლიეთ და რესტორანს რა ერქვა? ქართული კუთხე. დაიმახსოვრეთ ეგ ადგილი. კიდე ბევრი არის ქართული რესტორნები, მარტო ეგ არ არის და ზოგადად ამ ქალაქ ბათიანში ძალიან ბევრი ყოფილა ესეთი ქართული რესტორნები და აი ესე ქუჩაში რო დადიხარ, ყველა მხრიდან ქართული ლაპარაკი გესმის რა. ძალიან ბევრი ქართველები ცხოვრობენ. სამწუხაროდ მე არ ვიცოდი, თორე სასტუმროსაც ამ ქალაქში ავიღებდი. თელ-ავივიდან არის, რავი, დაახლოებით 20 წუთის გზაზე ეს ქალაქი. საკმაოდ მოწესრიგებული პატარა ლამაზი სუფთა ქალაქია. ასე რომ მეგობრებო, თუ ისრაელში მოგზაურობთ და უცებ საქართველოს მოგენატრათ, ქართული კერძები მოგენატრათ, შეგიძლიათ ესტუმროთ ქალაქ ბათიამს და უცებ დაბრუნდებით პატარა საქართველოში. ესეც ქართული რესტორანი არის სხვათა შორის აგერ გასტრო ბარი ქვია. აი აგერ ეს არის რესტორანი დედა, თუ ხედავთ სახელს, ესეც ქართველების არის. აი ეს არის კიდევ ერთი მთავარი თავშეყრის ადგილი აქაურების, მაგრამ აქ ძირითადად რუსები არიან, როგორც მითხრეს. ამ ქალაქში რა თქმა უნდა მარტო ქართველები არ ცხოვრობენ, ძირითადად ცხოვრობენ ქართველები, რუსები და უკრაინელები რა. პატარა ბრუკლინი აქვს მოწყობილი როგორც ამერიკაში რა. და ძალიან მეგობრულადაც ცხოვრობენ როგორც მითხრეს რა და განსხვავდება კიდეც მენტალიტეტით საერთოდ სხვანაირად არიან აქ. ამ დროს ძალიან იშვიათი არის ხოლმე ზოგადად სხვა ქალაქებში რომ ღია იყოს, რავი, ეს რესტორნები და ასე შემდეგ. დავბრუნდი მეგობრებო, თელ-ავივში ვარ, ისევ ჩემს სასტუმროსთან მოვედი. როგორც იცით, ეს ჩემი ბოლო დღე არის ისრაელში და თელ-ავივში, ხვალ უკვე ბრუნდები საქართველოში დაახლოებით 3 საათი აეროპორტში უნდა ვიყო და რა თქმა უნდა ქვეყანა საბოლოოდ აეროპორტიდან შევაფასებ ტრადიციულად, მაგრამ ბათიამზე მინდა გითხრათ 1-2 სიტყვა. მოკლედ ძალიან კაი ხალხი გავიცანი, ქართველები, ჯიგრები და ვინც მეკითხებით ხოლმე, აი მარტო მოგზაურობა, რატო არ მბეზრდება, რა არის მუღამი, აი ზუსტად ეს დაუგეგმავი ყველაფერი, როდესაც საერთოდ არაფერი არ მქონდა დაგეგმილი და აი საღამოს ესეთი კაი ხალხი გავიცანი და თავი მეგონა საქართველოში რა, უფრო ქუთაისში, იმიტომ რომ უმეტესობა ქუთაისლები იყვნენ და მოკითხვა აქედან ქუთაის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ქალაქია ქუთაისი და ამ ხალხსაც აქედან მოკითხვა ყველას ძალიან დიდი მადლობა კიდე ერთხელ აქედან. აბა, წავედი. ვინც ჭამის დროს უყურებთ ამ ვიდეოს, გემრიელად მიირთვით, ვინც ძილის წინ ტკბილი ძილი ყველას, მეც წავედი, გავგორდები ჩემი კრემაციის კამერაში და ხვალდილით დაგიბრუნდებით. დილამშვიდობის მეგობრებო, ესეც ჩემი ბოლო დღე ისრაელში. ფრენა მაქვს დღეს საღამოს, მაგრამ აეროპორტში მივდივარ ახლა. ჩემთან არის დაახლოებით დილის 12 საათი. რადგან როგორც გითხარით, დღეს არაფერი არ მუშაობს, არც ტრანსპორტი არ დადის, არაფერი და ერთადერთი გამოსავალი არის ტაქსის წასვლა. ხოლო ტაქსი ჯდება დაახლოებით $70, თქვენ წარმოიდგინეთ, აქედან აეროპორტი არის 10 კილომეტრში, მაგრამ მაინც აი ესეთი ფასია. ესე გამოიყურება ჩემი საუზმე, ყავა და დარიჩინის ფუნთუშა. აეროპორტში კი მოვედი, მაგრამ ტერმინალებს შორის არის ძალიან დიდი დაშორება და აქედან უკვე ავტობუსით უნდა გავაგრძელო გზა. ტერმინალ 1-ში ვარ და ტერმინალ 3-დან უნდა გამოვფრინდე მე და დაახლოებით არის 5 კილომეტრი იქამდე. მოვედი აეროპორტში, შემოვედი შიგნით. ეხლა კამერას გამოვრთავ, შევინახავ მაინც რომ ზედმეტად თვალში არ მინდა ვინმეს მოვხვდე ცოტა
ესეთი სიტუაციაა და მინდა რომ შვიდად და წყნარად გავიარო ყველა შემოწმება და როგორც კი გავივლი, მე დაგიბრუნდებით და საბოლოო სიტყვას გეტყვით ჩემს აზრს ამ ქვეყნის შესახებ. გამოვიარე ყველა შემოწმება და დროა შევაჯამოთ ახლა საბოლოოდ ჩვენი ეს დაუვიწყარი მოგზაურობა ისრაელში. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა არის, სადაც ყოფილა რა მართლა და როგორც მითხრეს, ისედაც ეგეთი ფაქტია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქვეყანა არის. ფასებს თქვენ თვითონაც ხედავდით, როგორი ფასები იყო ყველაფერზე, მაგრამ იმდენი საინტერესო ადგილის ნახვა შეიძლება და იმდენად ახლოს შეგიძლია შეეხო მთელი არ ვიცი, მსოფლიოს ისტორიას, რომ ალბათ ღირს რა ამ ყველაფრის მონახულება და ამდენი ფულის გადახდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ერთი კვირა საკმარისი არ იყო და ძალიან ბევრი ადგილი დამჩა სანახავი, ძალიან ბევრი ისტორია დამჩა თქვენთვის მოსაყოლი. მიუხედავად ამისა, ჩემთვის მართლა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ემოციური მოგზაურობა იყო. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მოგზაურობა იყო ჩემთვის. რაც შეეხება პროცედურებს, რაც ახლა აქ გამოვიარე, აი ფაქტიურად იგივე პროცედურები გამომატარეს, რაც აქ შემოსვლისას. ჩანთიდან აი ყველაფერი ამოყარეს საერთოდ სათითაოდ შეამოწმეს ყველაფერი. მოკლედ აი ამ ხრივ ცოტა მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი, ცოტა დამამცირებელიც არის და აი უკვე რაღაც ზედმეტ რაღაცებში გადასდით აი ეს რაღაც ამ ყველაფრის შემოწმება რა მით უმეტეს არ ვიცი აქ თუ შემოვედი აქედან გასვლისას რა უნდა გავაკეთო არ ვიცი მაგრამ კაი ჯანდაბას რავი მაგასაც აიტან კაცი იმდენი საინტერესო ადგილის ნახვა შეიძლება ამ ქვეყანაში. მოკლედ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ ყველას, ვინც თვალს ადევნებთ ჩემს მოგზაურობებს, ვინც ჩემთან ერთად ხართ, ვინც Instagram-ზე მომყვებით, იმიტომ რომ Instagram-ზე ძალიან ბევრ საინტერესო სტორიებს ვხდებ. ფაქტიურად 1 და 2 თვით ადრე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ იმ მოგზაურობებს, რასაც მე YouTube-ზე ვტვირთავ ხოლმე, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში YouTube-ზე ვიდეოებს აგვიანდება. Instagram-ზე შეგიძლიათ პირდაპირ ადევნოთ თვალი ყველაფერს. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ისევ და ისევ ველოდებით თქვენს კომენტარებს. დამიწერეთ თქვენთვის საინტერესო ქვეყნები, სად იმოგზაურებდით, სად გინდათ მოგზაურობა, მაგრამ თქვენ ვერ ახერხებთ და გინდათ რომ მე ჩავიდე, დაგათვალიერებინოთ თქვენთან ერთად ვიმოგზაურო და რა თქმა უნდა თუ ჩემს ინტერესებშიც იქნება და რა თქმა უნდა თუ ფინანსური მდგომარეობა მომცემს ამ ყველაფრის საშუალებას, რა თქმა უნდა აუცილებლად ჩავალ და თქვენთან ერთად ვიმოგზაურებ. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა ყველას. წავედი ახლა და ტრადიციულად დაგიბრუნდებით ახალი საინტერესო ვიდეოთი, ახალი საინტერესო ქვეყნიდან.